თავით მართლაც ქართულ ოცნებაში კიდევ ერთი დაპირისპირება გამოჩნდა. თავიდან ამას დაერქვა კონფლიქტი დეპუტატ ელისო ჩაფიძესა და დეპუტატ ერეკლე ტრიპოლსკის შორის. მერე გაერკვა, რომ ელისო ჩაფიძე თორნიკე აბესაძის მოქმედებით არის უკმაყოფილო. აბესაძე განათლების მინისტრის მრჩეველი და ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერია. და ბოლოს ნათელი გახდა, რომ რეალურად პარლამენტარი ელისო ჩაფიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს უპირისპირდება. ქართულ ოცნებაში სასწრაფოდ მიჩქმალეს ეს საქმე. ისტორიის მთავარი მოქმედი პირები კომენტარებს აღარ აკეთებენ. ელისო ჩაფიძე ჩვენ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებსაც კი აღარ პასუხობდა და ჩვენ იზღა დაგვრჩა, რომ ჩავსულიყავით ტყიბულში და გაგვერკვია, რას ფიქრობს ხალხი ამ ყველაფერზე. ამასთან არა მარტო რუსთავიოს, არამედ ტყიბულის ადგილობრივი ტელეკომპანიის ოკრიბა ნიუსის არქივშიც მოვიძიეთ საინტერესო მასალა. მე მინდა კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ თქვენი საყვარელი მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე. ტყიბული 2012 წლის წინა საარჩევნო კამპანია. ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატად ელისო ჩაფიძე დაასახელა. იმდენად რა ყველა რეგიონში ელისოს მიხსენებ. მამაკაცი მათ ზურგს უკან ნუგზარ ყიფიანია, ტყიბულში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ის კვლავ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. დღეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. ელისო ჩაფიძე მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ორგანიზატორად სწორედ ნუგზარ ყიფიანს ასახელებს. ეს ადამიანი გახლავთ სათამაშო მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის ხელში და მისი ინტერესების დასაცავად იღწვის. კონფლიქტი ყიფიანთან ჯერ კიდევ შარშან ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში დაიწყო. ტყიბულის არჩეული დეპუტატი გახლავართ მე და არა ნუგზარ ყიფიანი. ამიტომ ხელების შორს მე მინდა მასაც მიუმართო და მის მხარდამჭერებსაც. ხელების შორს ტყიბულისაგან. ტყიბულს თქვენ არაურჩევი ხართ, არც არასოდეს არ აკირჩევთ, არც მაჟორიტარად, არც რაიმე სხვა თანამდებობაზე და შესაბამისად ხელების ფათური, რომელიც არ შეიძლება ჯანსაღი მოსაზრებებით იყოს გამოწვეული, უნდა დასრულდეს და მისი კარნახი, როგორც თანამდებობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით ტყიბულთან მიმართებაში უნდა დასრულდეს. დეპუტატის ეს ინტერვიუ ტყიბულის ტელეკომპანია ოკრიბა ნიუსის ჟურნალისტებმა ჩაწერეს. მაშინ ელისო ჩაფიძემ არ გაახმაურა დაპირისპირება ნუგზარ ყიფიანთან და დღეს უკვე, როგორც თვითონ ამბობს, ყიფიანის მარიონეტთან მოუხდა საქმის დაჭერა. ოთარ აბესაძე, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყოფილი ლიდერი და განათლების მინისტრის მრჩეველი. ელისო ჩაფიძე სწორედ ტყიბულში მისმა აქტიურობამ გააღიზიანა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც განახორციელა მე ქალაქ ტყიბულში და რადგან აკეთებს ხალბატონი ელისო ჩაფიძე, ეს არის ჩვენი საერთო გუნდის და საერთო პოლიტიკური პოზიცია. გახლავართ ტყიბულელი, ბები ამყავს იქ, სახლი მაქვს და შესაბამისად ჩემს თანამოქალაქეებთან და თანამოაზრეებთან ყოველთვის მაქვს ხოლმე საუბარი და აქტიურად განვიხილავთ ქალაქში არსებულ საკითხებს. სკანდალის გახმაურების შემდეგ მთავარმა რესპონდენტებმა პოსტსკრიპტუმთან ლაპარაკი აღარ ისურვეს. ქართულმა ოცნებამ დაპირისპირების მიჩქმალვა გადაწყვიტა. იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ ადგილობრივები, ჩვენ ტყიბულში ჩავედით. აი ხალხი ბაზარში. ელისო ჩაფიძეს როგორც ავიჩებ, იმ დღიდან ტყიბული აყავდებაო. გადახედი ახლა შენ რა ეთქობა ტყიბულს აყავებს. აბესაძე რო არის გამოჩენილი, ეს ბიჭი, იცით? ერთმა ვერ მიიღებს მას მაშინ. მე ის ვიცი რომ კაი დეპუტატი გყავს ძალიან, იცი ხდება, ვინც მოიხდება, რა ვიცი. ერთად წარმოდგენა, არა მაქვს წარმოდგენა, არა გვაქვს ვინ არის. დავინახე გუშინ ტელევიზორში და ხარი გაგვიგონია ისე ცნობით ვერ ვიცნობ და რა შეხება ხაბატონ ელისოს ახლა რა ვიცი ვერ დადების სიტყვიძე და ვერც ვარყოფ ახლა ძოს ყიფიანი რა ვიცი კაბინეტში რო უზდა და პრიკაზებს აძლევდა და ეს დანიშნეს გადაარდა ის დანიშნეს გад მას ხო იყო გაიყმია მე ნაციონალი ვიყავი სამთავრობო ვიყავი და გამოვედი მე თქო გვეშველება რაღაცა თქო ამ უარეს კაცი ჟობრუდის ავით ავჭის მაგრამ არც ერთი და პაყოფილი არა ვარ სხვათაშორის ჩემი ვეშრომით ვაკეთებ ყველაფერს ეს კი ტყიბულელი ახალგაზრდების ნაწილია. მისი ეს აქტიურობა შეიძლება პოლიტიკას დაუკავშიროთ, ან რაიმენაირად გამოიხატება ამაში მისი სურვილი გახდეს ტყიბულის მაჟორიტარი. არა, პოლიტიკას არ შეგვიძლია რომ დაუკავშიროთ, იმიტომ რომ ის არის რიგითი ტყიბულელი და როგორც მე ტყიბულელი და ახალგაზრდული აქტიობის მხარეს. ოთარ აბესაძესა და ელისო ჩაფიძეს შორის თუ არსებობს დაპირისპირება ამ ქალაქში. მაგალითად მაგნერი არაფერი გუშინგლამდე არაფერი არ ვიცოდი, სანამ Facebook-ზე არ ვუყურე გამოქვეყნებული რაცია. ჩვენ მაგალითად ვსახურებთ ოთარიჟგორს და არა მარტო ოთარიჟგორის, ვინც ნებისმიერი ადამიანის იმას ემსახურება, რომ უნდა თავის ქალაქში რაღაცა შექმნას. მე ვხედავ ამ ადამიანში გულისხმიერებას და გულახდილებას. მომდომში ლაპარაკი შეიძლება, რადგანაც გინდა ელაპარაკები, მიხვალ ტელეფონზე იქნება და საიქნება შეხვდება და გელაპარაკები. ველისოსთანაც მაქვს ურთიერთობა შევხვედრი ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს შეიძლება კიდევ
თვითონაც რო არ იცოდნენ, ისე იყვენ გოუგებრობაში. რაც მთავარია, რას ფიქრობენ ტაქსისტები, რომლებიც აქ შეთავსებით მეშახტეებიც არიან. ელისო ჩაფიძეს და აბესაძეს დაპირისპირება აქვს ერთმანეთშიო, თუ იცით რა მოვა. არასდროს ესეთი არის ტელევიზიურების მოისმენთ. ჯერ შაბათში 20 საათი. მაგენ თვითონ დაერიან ერთმანეთს. ჩვენ ზღალ ხარს გოგებია. საჩვენოდ ვინ მოვა ერთი მითხრა. არის. მეორე სართულზეა ეს ქართული ოცნება? იქნება ვინმე ხლა? შევიდნენ? ბოლომდე ჩამოსწიეთ სახელური ღია. ქართულ ოცნებაში არავინ დაგვხვდა. გამარჯობა. არ არის გამარჯობა ბატონო. არ იყო ადგილზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილიც. სწორედ კუბლაშვილის არჩევის გამო დაიწყო დაპირისპირება. ის ინტერვიუს დაგპირდა, მაგრამ შემდეგ უარი გვითხრა. ქართული ოცნების რეგიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე პრესასთან ურთიერთობისთვის ღია აღმოჩნდა. ჭორის დონეზე მუსირებს, რომ ოთარ აბესაძეს უნდა იყაროს კენჭი დეპუტატად, მაგრამ ამას მე ვერ დაგედასტურებთ, იმიტომ რომ მე მისგან ეს არ მსმენია. მის მხარდამჭერებს და ლობისტებს შორის ასახელებენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს, რომელიც აქ ტყიბულში იყო ელისო ჩაფიძის საარჩევნო შტაბის უფროსი. საარჩევნო შტაბის უფროსი იყო 2012 წელს, იყო 2014 წელს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის უფროსი. ამ პერიოდში მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შეხმატებულად მუშაობდნენ, მაგრამ შემდეგ რატომღაც აი ამ ბოლო დროს ელისო ჩაფიძემ გააკეთა ესეთი განცხადებები, რომ მას გაემიჯა. სხვადასხვა კარგად დააკვირდით, გასათხოვარია და ძალიან ლამაზი და კარგი ბატონი. ის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო. შეიძლება ახლაც ასეა. ყოველ შემთხვევაში დავით საგანელიძის და გია ვოლსკის კომენტარები იმას ნიშნავს, რომ ელისო ჩაფიძე პოლიტსაბჭოზე გამართულ განხილვაზე გაამართლეს. ეს თემა ძირითადად ეფუძნება იმ საკითხს, რომ 1-2 პიროვნება პარტიის წევრი გარკვეული ზედმეტი აქტიურობით გამოირჩევა ტყიბულის რაიონში. ყველას ვთხოვთ ადგილებზე, რეგიონებში იყვნენ კოორდინაციაში და თავი შეიკავონ პარალელური პარტიული აქტივობისაგან. პარტიის ბოსების მიერ გაკრიტიკებული გუბერნატორი კონფლიქტის ბოლოს ასეთ კომენტარს აკეთებს. მე არანაირი დაპირისპირება არ მაქვს. არანაირი. ოთარს რა შეჭირდება ჩემი მფარველობა? როგორ უნდა ვფარველობდე ოთარს? ოთარს საერთოდ ვიცნობ სულ არის დაახლოებით, ნუ არ შემეშალოს ალბათ 2 თვე. ვიცი ახლა რა იგულისხმება ჩარევაში, რა იგულისხმება რა. კიდევ ამბობ, არც ჩავდივარ. იმიტომ რომ აი ესეთ აჟიოტაჟს დეხს ხოლმე რა, გალბატონი და ვერიდები ამიტომ. ოთარ აბესაძე კი Facebook-ზე აი ასეთ პოსტს აქვეყნებს. ქალაქ ტყიბულს ყავს არჩეული მაჟორიტარი, რომელიც გუნდთან ერთად წარმატებით ახორციელებს თავის მოვალეობებს. ინციდენტი ამოწურულია და ამ თემაზე კომენტარი აღარ გაკეთდება. დღეს დილით კი პოსტსკრიპტუმის სახით ოთარ აბესაძე ამ ფოტოს აქვეყნებს. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. ვინმე შაკო მესხის მინაწერი ფოტოზე. სადაა ჩაფიძე? უეჭველი ბიძინასთან ერთად სელფს დადებს მალე. ოთარ აბესაძე ამ მინაწერზე იცინის. ამ ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო ელისო ჩაფიძემ თორნიკე აბესაძესთან SMS მიმოწერაზე ელაპარაკა და თვალწები ეთერში წაიკითხა რამდენიმე მესიჯი. რის პასუხადაც აბესაძემ ამ მიმოწერის დიდი ნაწილი გამოაქვეყნა. ჩვენ ყველაზე საინტერესო დეტალები ამოვუკრიფეთ ამ მიმოწერიდან და პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ მესიჯების შინაარსის გამო შეიძლება სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრას, მაგალითად აბესაძე წერს, რომ წინასწარ იცის ვინ გაიმარჯვებს ერთ-ერთ ტენდერში, ანუ ტენდერი გაყალბებულია. ელისო სირცხვილი მანდ არის თამაზ კუბლაშვილი, რომელმაც გააправა მთელი ნაცმოძრაობა ქალაქში. სირცხვილი არის ის, რომ არატყიბულელი არის გამგებლის მოადგილე. სირცხვილი არის კუბლაშვილის მამა, რომელმაც საკრებულოდან მოითფო ხელი. სირცხვილი არის ტენდერები. წინასწარ შემიძლია გითხრა, ეხლა მუხურის გზის ტენდერს ვინ მოიგებს. სირცხვილი არის კარიერების თემებზე ინტერესები. ოთარ, შევხვდეთ და ვისაუბროთ, რასაც მწერ ძალიან გაუცებული ვარ. რა ხდება მუხურაში? მე ორჯერ შევამოწმებინე მშენებლობა. დათო ნარმანიას მივმართე და მომავალში რა იქნება, ეს რობინზონზეა დამოკიდებული. ყველაფერი უნდა ითქვას, მაგრამ დღემდე ნაცებს თემურ ჩუბინიძემ მფარველობდა, ნიკა ჩხეტიანის სიმამრი.
თამაზი კუბლაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე არის მთავარი ლობი და შეკრული ნაცებთან. ვინ არის შალვა ჯიშკარიანი, რა შეხება ჰქონია ტყიბულთან, ან კუბლაშვილის შვილი, რომელიც ალასანიასთანაა. დეტალურად ასო მოუყვეთ ყველაფერი ერთად მე და შენ. მე გიდგავარ გვერდით და მოგეხმარები ქალაქის გაწმენდაში, ელისო. თამაზი კუბლაშვილი და ნაცები არიან მომჯდარი ქალაქს. თითოეული სამმართველოს თანამშრომელზე გეტყვი ყველაფერი მაქვს შესწავლილი. ელისო დღეს დაუნიშნეს მამალ ნაცებს 400 ლარი ხელფასი. დამირეკეს, გადარეულები არიან. ძალიან ცუდი თუ გაგიჭირდება დაჯერება, იმიტომ რომ თამაზი არის ქართული ოცნების იდეის მტერი და აპრალებს ნაციონალებს. გადავამოწმებ, მაგრამ თამაზი ხალხს როგორ დანიშნავს ოთარ, ვინ დაიკიდა ოცნება, პირველი გაგა ჩაფიძე იყო, შახტაში რომ წავიდა. თოფაძის დედას ოქტომბერში გავუკეთეს სამხარეოში სამსახური. გაგა ჩაფიძე და თოფაძე ორივე დღესაც ოცნების გვერდით არიან. გაგას სამსახური რამდენადაც ვიცი შენ გაუკეთე შახტაში. იზა მორჩაძე, ვასო ქენქაძე, დათო სოხაძე, გოდერძი ცნობილაძე, ამათ დაენიშნათ ხელფასი. დღეს მამალ ნაციონალებს, აი ამას დიდი ამბები მოყვება. კი, ეგენი ყველანი ნაცები არიან, მაგრამ გოდერძი სწორედ ნუგზარ ყიფიანის პროტეჟია და ეგ ატარებდა 2 წელი ტენდერებს საეჭვო შედეგებით. იზა მორჩაძეც, ონღოთ ვარკვევ რა ხელფასი დაენიშნათ მაგათ. მაგ ხალხს თვალის დასანახად ვერ ვიტან. ველოდები რეაგირებას. ამ კვირაში თუ არ აგო თამაზე მამაზე პასუხი, მანდრაც მოხდება შენი თვალით ნახავ და მერე შაუბნელი ძალა იმედია აღარ ვიქნები. აბა ნახვამდის და წარმატებები. უარესი რეაგირება იქნება შენი ნაძირლური მესიჯების დაბეჭდვა. ყველაფერი ვიცი, რასაც ამბობ და ჩემთვის რაიმის მოწერა აღარ გაბედო, თორემ სადაც საჭიროა იქ გაგცემ პასუხს. შე არ ამზადა. ნაძირალა ხარ, თამაზი და მისი შვილი რომ ნაცებს ებრძოდნენ, მაშინ შენ და შენი ოჯახი ტყიბულში არ მინახი ხართ. მალე აგიგდებენ მაგ ქალაქში კიკასავით, სიძულულს თესავ და იმიტომ. პატარა თავხედი უზნეობიჭი ხარ და ყველგან დაგიმტკიცებ ამას. ელისო, ჯოკია ბოდოკიაც აქტიურად იბრძოდა მთელი 9 წელი იმისთვის, რომ მერე ისევ ქრთამები აეღო. პირიქით, მე ქართული ოცნების სიყვარულს ვთესავ. ნუ მლანძღავ, არ შეგეფერება, დეპუტატი ხარ. ეს დაპირისპირება ქართული ოცნების შიგნით არ არის პირველი. ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად შეგვეკრიბა კოალიციის შიგნით ბოლო პერიოდში წარმოქმნილი უთანხმოების ყველა ფაქტი და ახლა ჩამოგითვლით ამ ფაქტებს. ბოლო შემთხვევით ყიბულის მაჟორიტარ ელისო ჩაფიძის დაპირისპირება განათლების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძესა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან. წინა კვირას იყო დაპირისპირება ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერ გია ვოლსკისა და დეპუტატ თამარ კორძაიას შორის. კორძაიას გარიცხვითაც კი ემუქრებოდნენ. მანამდე იყო უთანხმოება უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს შორის. ამას მოყვა განცხადებები საგანელიძის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებაც. ერთი თვე არც გასულა, მას შემდეგ რაც საჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნება დატოვა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ოცნებამ ამით უმრავლესობა დაკარგა. მანამდე კოალიცია ქართული ოცნებიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან როგორც გახსოვთ წავიდა დეპუტატი მურმან დუმბაძე და კოალიცია ასევე დატოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა ილარკლი ალასანიამ და ყველა მისმა თანაგუნდელმა, რასაც მოყვა ცვლილებები მთავრობაში და საპარლამენტო თანამდებობებზე კადრების შეცვლა. სულ ბოლო ინფორმაცია, დღეს ქართული ოცნების სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძე გარიცხა პარტიიდან, გუშინ ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნებიდანაც გარიცხეს.